საპროტესტო აქცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქ შეიკრიბნენ მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც უერთდებიან იმ მოთხოვნებს, რომელიც უკვე ჟღერს არაერთი დღეა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში 30 ნოემბრიდან ყოველდღიურად პრაქტიკულად იკრიბებიან მოქალაქეები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან კოსტავას ქუჩის 68 ნომერში და მოითხოვენ ხელმძღვანელობის გაადგომას, კონკრეტულად გენერალური დირექტორის წინათინ ბერძენიშვილისა და საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის ვასილ მაღლაფერიძის. მიიჩნევენ, რომ ეს პირები არიან პარტიული წარმომადგენლები, ქართული ოცნების პარტიული წარმომადგენლები და ხაზს უსვამენ კონკრეტულად ვასილ მაღლაფერიძე გასული წლების განმავლობაში ღია ეთერშიც, როდესაც იყო გენერალური დირექტორი საზოგადოებრივ მაუწყებლისა, ატარებდა ქართული ოცნების ინტერესებს. აქ შეკრებილი მოქალაქეები ასევე მხარს უჭერენ იმ თანამშრომლებს საზოგადოებრივ მაუწყებლისა, რომლებმაც გუშინ 23 დეკემბერს გააკეთეს საგანგებო განცხადება აქ საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობასთან, მათ შორის მოამბის კორესპონდენტები, ასევე ტელევიზიის ტექნიკური პერსონალის 40-მდე თანამშრომელი. მათ გაანცხადეს, რომ დაუშვებელია, რომ როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და მძიმე პოლიტიკური ვითარება, დღის ეთერში გადიოდეს გასართობი შემეცნებითი გადაცემები, მათ შორის ფილმები და სერიალები და ამის ნაცვლად ისინი მოითხოვენ, რომ საგანგებო ეთერი არა მხოლოდ ღამის ფორმატს შეეხოს, არამედ გადმოინაცვლოს, ასე ვთქვათ, დღის ეთერზეც და მთელი დღის განმავლობაში დილიდან შუაღამემდე ეთერი დაეთმოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს და საუბარი შეეხოს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. ჩვენ შეგვიძლია ახლა აი ამ კონკრეტულ მოთხოვნებს და შეფასებებს მოусმინოთ პირდაპირ ეთერში. გავიაზროთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ჩვენი გადასახადებით, ის ემსახურება ხალხს და ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ხალხის საჭიროებებზე უნდა იყოს ორიენტირებული. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი კრიზისი და ყოველდღე იმართება მარშები, აქციები, პროტესტები, უბრალოდ დაუშვებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდეს, მხოლოდ მოამბე და ეს ღამის ეთერი გადის ტელევიზიით, ხო? რაც დაუშვებელი არის. აქედან გამომდინარე თანამშრომლებიც ითხოვენ, რომ დღის ეთერი გაიხსნას და ამ მოთხოვნას ჩვენც უერთდებით და ჩვენც ვითხოვთ. მათი არგუმენტი და პასუხი ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის და ვფიქრობთ, რომ არასწორიც არის და სულ რომ თქვათ გასაგები იყოს, მიუხედავად ამისა, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, რომ არხი სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს. ვითხოვთ ერთ მარტივ რამეს, რომ საზოგადოებას დაეთმოს საზოგადოებრივი ეთერი, იმიტომ რომ ის რაც დღეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ხდება, ეს ნამდვილად არასახავს ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ხმას, ესე ვთქვათ. არც რეგიონების, არც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების, თითქოს რაღაცა პატარა დათმობაზე წამოვიდნენ და 1 საათით 40 წუთი დაუთმეს აი ამ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. დღეს კიდევ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ზეწოლა არ მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. არასოდეს არ ყოფილა მთელი თავის ისტორიის განმავლობაში, რომ ეს ტელევიზია არ ემსახურებოდეს მთავრობას და ხელისუფლებას. ყოველთვის ის წარმოადგენს ხელისუფლებისთვის დამატებით რუპორს და მის ხმას აშუქებს. ჩვენი გადასახადებით საზრდოობს ეს მაუწყებელი, შეკუთვნის ხალხს, საზოგადოებას და არ აშუქებს, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომ ემსახურონ აკეთონ თავის საქმე, ემსახურონ ხალხს და გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც ხდება. აქ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და მათ შორის არც ხელისუფლებას. ცოტა ხნის წინ აქ სპიკერებმა გააჩნდეს ინფორმაცია და ინიციატივა. ისინი აპირებენ, რომ მიმართონ ევროპის მაუწყებელთა კავშირს განცხადებით და აცნობონ ის მოვლენები, რაც ვითარდება საქართველოში და როგორც იქცევა მათ თქმით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საპასუხოდ კი საქართველოს პირველმა არხმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ტელევიზია მაუწყებლობის შესახებ კანონის დაკისრებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს, რაც მათი შეფასებით აღნიშნულია ეუთო ოდირის დასკვნაში. ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ მოქალაქეებმა გაანცხადეს, რომ აქ შეკრებილმა სპიკერებმა გაანცხადეს, რომ ეუთო ოდირის დასკვნაში მართლაც არის ნახსენები საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, თუმცა აღნიშნავენ,
იცნობენ, რომ დასკვნის გარკვეული ნაწილი საზოგადოებას არ ეცნობა და კონკრეტულად ეს ნაწილი მოიცავს იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც პირველმა არხმა განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო სახელმწიფო პარტიის ქართული ოცნებისთვის გამოყო შედარებით მეტი დრო. საპროტესტო აქცია პირველი არხის შენობასთან გრძელდება და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს ისინი გადაინაცვლებენ პირველი არხის შენობიდან უკვე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.